მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში თამაშობს ლოტარიას. ვიღაც მიზანმიმართულად ყიდულობს ბილეთებს და არ კარგავს იმეს, რომ ოდესმე დიდ ზალფულს მოიგებს. ვიღაც უბრალოდ ხურდაში იღებს ხოლმე ბილეთს და შესაძლოა შემოწმებას დაავიწყდეს. არის ასეთი ვარიანტიც. ტონდა დიკერსონმა, რომელიც მიმტანად მუშაობდა ტრასისპირა სასადილოში და მისმა კიდევ 4 კოლეგამ მუდმივი კლიენტისგან ტიპის სახით მიიღო ლოტარიის ბილეთები. ცხადია, იმ წამს ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ბილეთებიდან ერთ-ერთი ბედნიერი აღმოჩნდებოდა. ტონდა ლინ დიკერსონი 28 წლის ამერიკელი ქალი, ალაბამას შტატში, ტრასისპირა სასაუზმეში მუშაობდა ოფიციანტად. სასაუზმეს ვაფლ ჰაუსი ერქვა. ადამიანი კი, რომელმაც ტონდას ცხოვრება ამოაყირავა, ვინმე ედვარდ სტიუარტი იყო, ამ სასაუზმის მუდმივი კლიენტი. ის გულღია კაცი იყო, ურთიერთობები უყვარდა და ლოტარიის გულმხურვალე მოყვარული გახლდათ. ვაფლ ჰაუსის პერსონალთან, სადაც ის პრაქტიკულად ყოველდღეს საუზმობდა, კაც უაღრესად თბილი და შეიძლება ითქვას მეგობრული ურთიერთობებიც ჩამოუყალიბდა. ხანდახან ედვარდი ლოტარიის ბილეთებს მხოლოდ თავისთვის კი არა, სასაუზმეში დასაქმებული ოფიციანტებისთვისაც ყიდულობდა. ასე მოხდა იმ დღესაც, 1999 წლის 6 მარტს, როდესაც სასაუზმეში სტუმრობის შემდეგ ედვარდმა 5 მომსახურე პირს თითო ლოტარიის ბილეთი აჩუქა. როგორები კლიენტის ამგვარ ტიპებს მიჩვეულები იყვნენ და მოლაპარაკებას ჰქონდათ, რომ თუ კი რომელიმე ბილეთი რამეს მოიგებდა, თანხა ერთმანეთში თანაბრად გაეყოთ. ხუმრობით ედვარდისთვისაც დაპირებულები იყვნენ, რომ თუ კი მისივე ნაჩუქარი ბილეთით ჯეკპოტს მოიგებდნენ, კაც მადლიერების ნიშნად ახალ პიკაპს აჩუქებდნენ. ცხადია, ამის ალბათობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ამჯერად კი აი რა მოხდა. ტონდას ბილეთმა 10 მილიონი დოლარი მოიგო. წესით ამ წარმოუდგენელი იღბლით სხვა ოფიციანტების და თავად ედვარდ სტიუარტის ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ტონდამ, როცა მოგებული თანხა გონებაში 5 ნაწილად გაყო, არ მოეწონა და უეცრად გაიფიქრა, რომ სიტყვიერი შეთანხმება არაფერს ნიშნავდა და მთელი თანხა მხოლოდ თავისთვის უნდა დაეტოვებინა. კანონის თანახმად, ტონდა რა თქმა უნდა მართალი იყო. მომგებიანი ბილეთი მას პირადად აჩუქა ედვარდ სტიუარტმა და ის ნამდვილად იყო ბილეთის ერთადერთი და ერთპიროვნული მფლობელი. მაგრამ კოლეგები ამას სულაც არ ეთანხმებოდნენ. ვაფლ ჰაუსში დიდი სკანდალი ატყდა. ტონდამ სამსახური დატოვა და ძველ მეგობრებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა. ტონდას 4 კოლეგამ, სანდრა დენომ, ენჯი ტიზდეილმა, მეტიუ ადამსმა და ჯეკი ფეირლიმ ტონდას სასამართლოში უჩივლეს. ისინი მოგების თანაბრად განაწილებას მოითხოვდნენ და საბუთად ის სიტყვიერი შეთანხმება მოჰქონდათ, რომელიც ნამდვილად არსებობდა. თუმცა სანამ მომჩივნები სასამართლოსთვის საბუთებს აგროვებდნენ, ტონდას არ კარგავდა დროს და სწრაფად მოქმედებდა. მეორე დღესვე ის მოგებული ფულის მისაღებად გაემართა. ქალს 2 ვარიანტი შესთავაზეს. დაუყოვნებლივ მიიღო 5 მილიონი დოლარი, ან 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 375,000 დოლარი. ასეთი შეთავაზება ჯეკპოტის მოგების დროს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ტონდა დიკერსონმა მეორე ვარიანტი ამჯობინა. 1999 წლის 18 მარტს მომჩივნებმა მიაღწიეს იმას, რომ სასამართლომ განჩინება გამოიტანა, რომლის თანახმადაც საქმის გარჩევის და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ტონდასთვის მოგების განახლება შეჩერდა. ტონდა ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. მას მოგებული მილიონებიდან 1 ცენტის მიღებაც კი არ შეეძლო. მისი ყოფილი მეგობრები კი ამ პირველ გამარჯვებას ზეიმობდნენ. თუმცა ყველაფერი ცხადია ჯერ კიდევ წინ იყო. ტონდამ ადვოკატი დაიქირავა და საპირისპირო სარჩელი შეიტანა. პირველი არგუმენტი: ზეპირის შეთანხმება არ შეიცავდა პირობებს, რომლებიც იურიდიული კონტრაქტისთვის იქნებოდა სავალდებულო. მეორე, და ეს არგუმენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ალაბამას შტატში აზარტული თამაშები აკრძალულია. ეს კი ნიშნავს, რომ შტატის ტერიტორიაზე ლოტარიის თავად თამაშის ფაქტიც კი უკანონოა. შესაბამისად, შეთანხმება მოგების განაწილების თაობაზე იურიდიული ძალის მქონე ვერ იქნებოდა. ზემო ინსტანციის სასამართლომ თავდაპირველი გადაწყვეტილება გააუქმა და ტონდამ მოგების შენარჩუნება შეძლო. თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. ამჯერად ტონდას სასამართლოში ედვარდ სტიუარტმა უჩივლა, იმ მამაკაცმა, რომელმაც გოგოსის მომგებიანი ბილეთი აჩუქა. კაცი ამტკიცებდა, რომ ოფიციანტები მას ახალი მანქანის ყიდვას დაპირდნენ, თუ კი რომელიმე ბილეთი დიდ თანხას მოიგებდა. ცხადია, ედვარდს ჰქონდა მოლოდინი, რომ ტონდა დანაპირებში ასრულებდა. საქმე სტიუარტი დიკერსონის წინააღმდეგ სასამართლომ 2002 წელს განიხილა. თუმცა წინა შემთხვევის მსგავსად, ზეპირი დაპირება და ისიც არაფორმალურ სიტუაციაში მიცემული იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვალა. სარჩელის სასამართლომ არ დააკმაყოფილო და ედვარდ სტიუარტი ახალი პიკაპის გარეშე დარჩა.
კოლეგებზე და ბილეთის ჩუქებელზე გამარჯვების შემდეგ ტონდამ გადაწყვიტა თავისი ფული საფუძვლიანად დაეცვა. მან კომპანია დაარსა, დამფუძნებლებად თავისი ოჯახის წევრები გააფორმა და საწესდებო კაპიტალში ჩადებული თავისი ფულიც ოჯახის წევრებზე გააფორმა. გოგომ ჩათვალა, რომ შესაძლო პრეტენზიებისგან მისი კაპიტალი უფრო დაცული იქნებოდა, თუკი კომპანიაში იქნებოდა დაბანდებული. თუმცა ამჯერად ტონდა უკვე ამერიკული საგადასახადო სისტემის ყურადღების ქვეშ მოექცა. საგადასახადო ინსპექტორებმა ყურადღება მიაქციეს ფულადის სახსრების ნათესავებზე გადაცემის ფაქტს. ეს ჩუქებად შეაფასეს და გადასახადის გადახდა მოსთხოვეს $770,000 ოდენობით. ტონდა ისევ სასამართლოში აღმოჩნდა, სადაც ის ამჯერად იმას ამტკიცებდა, რომ ფული ბიზნესში ჩადოდა, სინამდვილეში არავისთვის უჩქებია, მაგრამ ამჯერად სასამართლომ მისი მხარე არ დაიჭირა. სასამართლომ დაადგინა, რომ საბაზრო გარიგების გარეშე აქტივების ნათესავებისთვის გადაცემა ეს ჩუქებაა და შესაბამისად გადასახადიც უნდა გადაეხადა. თურმე ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. ტონდას ყოფილმა ქმარმა, სტეისი მარტინმა, მომგებიანი ბილეთის და შემდგომი დრამის შესახებ გაზეთებიდან შეიტყო და ჩათვალა, რომ მოგებულ ფულზე მასაც ჰქონდა პრეტენზიის წაყენების უფლება. სტეისი მარტინი თავქარიანი კაცი იყო, ლოიალობა არ უყვარდა და პირდაპირ ყველაზე მკვეთრი ხერხი აირჩია თავისი მიზნის შესასრულებლად. მარტინი ტონდას ჩაუსაფრდა და მუქარით აიძულა ნავსადგომთან გახოლოდა. უკვე იქ, ქალის ჩანთაში ტელეფონმა დარეკა. კაცმა იფიქრა, რომ თუკი მისი ყოფილი სოლი არ უპასუხებდა, ძებნას დაუწყებდნენ. ეს მას არ აწყობდა და ამიტომ ტონდას უბრძანა ეპასუხა. და როცა ტონდამ ჩანთაში ხელი ჩაყო ტელეფონის ამოსახებად, სინამდვილეში იქიდან 22 კალიბრის პისტოლეტი ამოიღო და ყოფილ ქმარს დაუფიქრებლად ესროლა. კაცი სერიოზულად დაიჭრა. ამის მერე ტონდამ თავად საიყვანა ყოფილი ქმარის საავადმყოფოში და ის ექიმებს და პოლიციას გადასცა. მამაკაცი გადარჩა, მომჯობინდა და ტრეფიკინგის ბრალდებით ის პალატაშივე დააპატიმრეს. ამას ისევ სასამართლო მოჰყვა და ჩაითვალა, რომ ქალმა გამტაცებელს თავდაცვის მიზნით ესროლა, შესაბამისად ტონდა დიკერსონი გაამართლეს. ეს უკვე ლატარიის ბილეთთან დაკავშირებული ნამდვილად ბოლო სასამართლო ეპიზოდი იყო. ამის მერე ტონდასთვის ფულს უსიამოვნებები აღარ მოუტანია. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ რაც არის ცნობილი. ისე კი უცნობია, როგორ განკარგა ქალმა თავისი მილიონები. ამბიდან 25 წელია გასული. ტონდა დიკერსონი ლატარიაში $10 მილიონი მომგები გოგო. ახლა მისისიპის შტატის ერთ კაზინოში მუშაობს პოკერის დილერად და სრულიად მოკრძალებულად ცხოვრობს. შესაძლოა მისი ფული, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, უბრალოდ გათავდა. ტონდა დიკერსონის ისტორია ეს არის ნამდვილი დეტექტივი, რომელშიც გადახლართულია იღბალი, სიხარბე, ღალატი, ზალადობა. და თქვენ როგორ მოიქცეოდით? გაუყოფთით ფულს კოლეგებს. დათანხმდებოდით მოგებული $10 მილიონიდან $8 მილიონის მეგობრებისთვის მიცემას.